2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი გავიდა, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომელიც 17 საუკუნოვანი ქრისტიანული ერთობის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ემსახურება. ის რაც გვაერთიანებს, ასე ეწოდება საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც გულისხმობს უპირველესად მადლიერებას ღვთისადმი, ღვთისმშობლისა და სარწმუნოების და სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი წინაპრებისადმი. ინიციატივის მნიშვნელობასა და დაგეგმილ პროექტებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, შემოგვიერთდნენ მოძრაობა ის რაც გვაერთიანებს საინიციატივო ჯგუფის წევრები ქალბატონი ნინო სუხიშვილი, ეროვნული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების ხელმძღვანელი და ბატონი გიორგი დარჩია. დილომშვიდობისა. მოგესალმებით. ილოცავთ. ქალბატონი ნინო თქვენ განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინო. მადლობა მთელ საქართველოს ულოცავ. მე ამ დღეს ნინოობას, რადგან ეს ყველას დღეს ასწაულია. წმინდა ნინო შემოიტანა ქრისტიანობა ჩვენ ქვეყანაში და ეს ყველა ქართველის აღსანიშნავი დღეა, ასე რომ ყველას გილოცავთ. ყველას გილოცავთ ჩვენც რა თქმა უნდა და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. 1700 წელი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან ამ წელს აღნიშნავთ 2026 წელს და საინიციატივო ჯგუფის მოძრაობის შესახებ მინდა კითხოთ პირველ რიგში, როგორც ვუთხარით მაყურებელს და იცის შესანიშნავად საზოგადოებამ, ის რაც გვაერთიანებს ამ სახელწოდების საზოგადოება არსებობს, რომლის წევრიც რა ბრძანდებით თქვენ ბატონ გიორგი და რომ ვუთხრათ მნიშვნელობის შესახებ ზოგადად ჩვენს მაყურებელს. რას ემსახურება მოძრაობის არსებობა, რა საქმიანობს იმისათვის, რომ მეტი შეიმეცნოს საზოგადოებამ ამ კუთხით. დილომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მეც უერთდები მოლოცვას. თქვენ როგორც სწორედ აღნიშნეთ, ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, თუმცა საპატრიარქოს წიაღებშიც წარმოშობილი იდეის გარშემო გაერთიანებული და გაერთიანებულები არიან როგორც სასულიერო, ასევე საზოგადოებრივი პირები. ესე იგი, ქართლის მოქცევიდან 17 საუკუნის გასვლის აღნიშვნა დამეთანხმებით საიუბილეო თარიღი არის და წელს 26 წელს არის ეს საიუბილეო თარიღი და ჯგუფის მიზანი არის რომ საზოგადოებას გააცნოს თუ რამდენად შეახსენოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მით უმეტეს იმ სამყაროში სადაც სამყარო დაპატარავებულია ამდენი კომუნიკაცია, ამდენი მედია, ამდენი მიმოსვლა, ამდენი ფრენა ესეთი ჩქარი ტემპი, ისეთი ტემპით მიდის ცხოვრება, რომ ერებს, ინდივიდებს, ჯგუფებს ავიწყდებათ თავიანთი კი არა ავიწყდებათ, უბრალოდ ბუნებრივად ესეთ სილდებიან თვითმყოფადობას აი ამ სისწრაფის გამო. ქრისტიანობას მოგეხსენებათ, რამდენი სიკეთე აქვს ჩვენი ერისთვის მოტანილი და ზუსტად ისე დაემთხვა, რომ აი ამ თვითმყოფადობიდან ოდნავ განზე გასვლის, თუნდაც იგივე სიჩქარის და ტემპის გამო ადამიანებს რომ შევახსენოთ, რომ აი ეს რაც გვაერთიანებს, ამასთან დაკავშირებით 17 საუკუნე გავიდა და მოდი ყველა გავიაზროთ ამის პასუხისმგებლობა, შევხედოთ, გადავიაზროთ და მივიღოთ მონაწილეობა ამ თარიღის აღნიშვნაში. ყველა შეუძლია თავისებურად მიიღოს ამ თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობა. ჩვენი საინიციატივო ჯგუფების მიზანი არის, რომ იქნებიან ეს ახალგაზრდები, იქნებიან ეს ხელოვნები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, იქნებიან თქვათ კომერციული სექტორების წარმომადგენლები, დიასპორის წარმომადგენლები, ყველას უთხრათ ამის შესახებ და მივაწოდოთ სარეკომენდაციო ღონისძიებების ნუსხა, თუ აი რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ თავის წვლილი შეიტანონ ამ თარიღის აღნიშვნაში. მაგალითად ლაშქრობები, მაგალითად შეკრებები, ფილმების ჩვენებები, შემდეგ დისკუსიები ამაზე, რა თქმა უნდა თემატური. რელიგიასთან, ქრისტიანობასთან დაკავშირებული წმინდა ადგილების მოლოცვები და სხვადასხვა აქტივობები, ღონისძიებები ასე. და თვითონ ჯგუფებსაც უკვე სამოქალაქო ჯგუფებსაც თავისი ინიციატივები აქვთ, რომელიც ესე განიხილებას ავით, რომ კი კარგი იქნებოდა რომ ესე გააკეთდეს და მერე იქნება აი ეს პატარ-პატარა ღონისძიებების ერთობლიობა უკვე მივუახლოვდებით კულმინაციურ თარიღს, რომელიც უკვე მთელმა ქვეყანამ უნდა აღვნიშნოს. რა ჩვენს ტრადიციას აჩვენებს, ხო? იგივე მუსიკა და ცეკვა, რასაც თავაზობთ.
საზოგადოებას. ესე იგი, თვითონ სახელწოდებაც მოძრაობის ის რაც გვაერთიანებს არის ძალიან ღრმად შინაარსიანი და ეს ალბათ იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ გავერთიანდეთ და ერთიანად თელმა ქვეყანამ ერთად აღნიშნოს ერთობლივად ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 1700 წელი ქართლის მოქცევიდან და გახდეს საერო სახალხო ზეიმი ყველასთვის. ქალბატონინო, თქვენ როგორ ჩაერთვეთ აი ამ მოძრაობაში? ძალიან წარმომადგენლობითი არის საინიციატივო ჯგუფი და მოგვიანებით რა თქმა უნდა შემადგენლობასაც გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონსულტაციებს საინიციატივო ჯგუფს უწევს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლად უსამღვდელო ესობა მეუფე დანიელი, რომელიც ბრძანდება ასევე საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი. თქვენ როგორ ჩაერთეთ აი ამაზე ვისაუბროთ და თქვენი ხედვა ასევე როგორ უნდა აღინიშნოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი? თავდაპირველად მე ვიტყვი რომ ჩართულობა მოხდა ეს რაღაც თავისთავად, რადგან მე უკვე წლებია ქტიტორთა საბჭოს წევრი ვარ ფონდი ივერიისა, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და დღესაც გრძელდება ამ ფონდი ივერიისას მუშაობა. მთავარი ესე იგი რაც იყო ეს არ შემიძლია არ აღნიშნო ეს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აშენება, რომელსაც ეს ფონდი კურირებდა საზოგადოება ივერიისა და აქედან გამომდინარე, რადგან იქ ვინც იყო ქტიტორთა საბჭოში, თითქმის მთლიანად ეს ჯგუფი გადმოინაცვლა ამ საინიციატივო ჯგუფში ის რაც გვაერთიანებს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან როგორც აღნიშნეთ, ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი 1700 წელი გაქრისტიანების ჩვენი ქვეყნის და ეს არ უნდა დავივიწყოთ განსაკუთრებით დღეს 21 საუკუნეში როგორც ითქვა რომ რამდენად რთული გახდა ყველაფერი და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის გახსენება იმისი რანი ვარ და ჩვენი თვითყობადობის შენარჩუნება ეროვნულობის მართლმადიდებლობის იმიტომ რომ ფაქტურად ჩვენ გადავრჩით ფიზიკურადაც და სულიერადაც იმიტომ რომ ერი გადარჩა ზუსტად აი ქრისტიანობით და ღვთის წყალობით და ამიტომ ამის არ დავიწყებ არაფერ შეიძლება და აუცილებელი ამის არამც თუ გახსენება, არამედ უფრო მეტი მუშაობა ამისთვის უნდა არ ვიცი ერი გაერთიანდეს განსაკუთრებით ეხლა როცა აუცილებელია ერის გაერთიანება და ვიცით რომ ჩვენ თავარი რაც არის და გვასწავლეს ჩვენ ქრისტიანობა ეს არის სიყვარული, მიმტევებლობა, ერთმანეთის გვერდზე დგომა და აი ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ და ცოტა მოვბრუნდეთ ღმერთისკენ ერმა უნდა რაღაცნაირად აი არ ვიცი მასიურად უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა სხვადასხვა არ ვიცი აქტივობებით თუნდაც ის ჩვენი თანამემამულეები რომელიც უამრავი დღეს ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ჩვენი ემიგრანტები, რომელთაც ასევე ძალიან ჭირდებათ ეს თანადგომა და განსაკუთრებით იქ ამ ქვეყნიდან შორს ისინი განსაკუთრებით გზნობენ ამას და განსაკუთრებით აი მათი ქრისტიანული ცხოვრება დასაფასებელია და არ შემიძლია არ აღნიშნო აი ჩვენი ეპარქიები საზღვარგარეთ, რომლებიც ასე არ ვიცი თავდადებით ჩვენი მამაოები დეკანოზები რომ ესე უვლიან ცათვის ტომოს და მე ვიცი რომ არსებობს ეს ეპარქიები. რა თქმა უნდა და ეს მე მინდა ჩავერთო ამ კუთხითაც, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ სოფლიოს გარშემო ხვდებით ამ ადამიანებს, იქაც იმათთანაც მივიტანოთ ეს რომ ეს აუცილებელი აღსანიშნავი თარიღია და მთელმა საქართველომ აქ თუ საზღვარგარეთ მყოფმა ემიგრაციაში ერთიანად აღნიშნოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის. ბატონი გიორგი, როგორც ვიცით, აი რაზეც ქალბატონი საუბრობდა, საზოგადოებრივი მოძრაობის ის რაც გვაერთიანებს კონცეფციაში არის თქვათ ესეც მოქცეული, რომ დიასპორებთან ურთიერთობა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან, ასევე რა კუთხით აღინიშნება, რა აქტივობები, პროექტები არის დაგეგმილი აღნიშვნის ფარგლებში, ამაზეც რომ ვისაუბროთ, თქვენ დიასპორის მიმართულებით. არა მხოლოდ დიასპორის, არამედ ახალგაზრდების ჩართულობის, ბავშვების ჩართულობის, ასევე როგორც არის ჩვენთვის ცნობილი, მოწყალების საქმეზეც არის აქცენტი გაკეთებული. რაშიც უფრო სასულიერო პირები იქნებიან ჩართულები, ასევე მოწყალების საქმეში საეროც და სასულიეროც. და ასევე ღვთისმსახურების მიმართულებით, რაც გულისხმობს მომლოცველობით საქმიანობას და ლაშქრობებს და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერზე რომ გვესაუბროთ. საინიციატივო ჯგუფმა გააკეთა სხვადასხვა მიმართულებების
ჯგუფები პატარ-პატარა, სადაც უმთავრესად კი არა თითქმის ყველა საერო პირი არის და ის თუ რასთანაც აქვს ახლო შეხება აი ამ მიმართულებით აქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან თქვენ ახსენეთ ახლა დიასპორა არის ასეთი დიასპორებთან ურთიერთობის ჯგუფი საინიციატივო გუნდში და ჯერ დავიწყეთ უფრო ონლაინ იყვიან შეხვედრები დისტანციური ვქონდა რამოდენიმე შეხვედრა მათთან ერთად გამოვყავით რა შეიძლება იყოს ის ღონისძიება რომელიც იქნება მათი წვლილი ამ თარიღის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში გარდა ამისა უკვე იგეგმება რამოდენიმე ვიზიტიც არის მაგალითად ქვეყნები სადაც ძლიერი არის დიასპორა და იქ უკვე მობილიზდნენ და მოლოდინიც არის და სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება იყოს მათი ღონისძიებები დაგეგმილი ეხლა არის ზუსტად აი ამ ღონისძიებების ფორმირების პროცესი. რო გითხრათ რომ აი დიასპორის მიმართულებით ამ თარიღში ეხლა უკვე ეს იგეგმება არ იქნები მართალი, იმიტომ რომ წინა შეხვედრაზე რამოდენიმე მიმართულება გამოიყო და ეხლა უფრო კონკრეტიზაციისკენ მიდის ეს გეგმები. და მუდმივად არის მეუფე დანიელთან შეხვედრები, ხო? ალბათ რომელიც კონსულტაციების მოსმენას როცა ახერხებს დადისკიდებს საზღვარგარეთ, საელჩოებიც გვეხმარებიან, საგარეო საქმეთა სამინისტროც გვეხმარება და ყველა ჩართული არის მოკლედ თამაში. არის კიდე ვთქვათ ახალგაზრდებთან ურთიერთობის ჯგუფი. ქონდა უკვე ერთი კარგი ღონისძიება დაახლოებით 6 კვირის წინ. არის სააგენტო, ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო. ორი ფილმის ჩვენება ქონდა. და იქ იყო ამ ფილმების მერე დისკუსია ძალიან დიდი იყო დასწრება. აი ასობით ახალგაზრდა იყო მოსული, დასაჯდომი ყველა სავსე იყო ადგილი, ფეხზე იდგნენ და რომ ეგონა რომ მაგალითად 9 საათში დისკუსია მაქსიმუმ ამთავრდება და ჩემდა გასაკვირად ესე არ იყო ძალიან გაგიკვირდებათ და ისეთი ახალგაზრდები არიან რომ ცოდნაც საკმარისი აქვს, ინტერესიც შესაბამისი აქვს და აი ეს დისკუსიები უკვე მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი მეუფეს წყალობით იღებენ ისეთი ადამიანები მონაწილეობას ამ პროცესებში, რომ მეცნიერები, ძალიან გასწავლულები, რომ აი მათთან 15 წუთის დააყოფაც კი უკვე ძალიან დიდ ღირებულებას ქმნის, არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის და დიახ, აი მე თქვი რომ აუცილებლად საინიციატივო ჯგუფის წევრების შესახებაც ვიტყოდი და მათ გვინაობას მაყურებელს გავაცნობდი. ამიტომ ამოვიკითხავ ბატონი დავით მუსხელიშვილი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ბატონი ავთანდილ არაბული, დავით ლორდ-ქიფანიძე, ქალბატონი ნინო სუფრიშვილი, ქალბატონი რუსუდან ფეტვიაშვილი, კახა ჩიტაია, ბატონი რეზო კორინთელი, ნინო ჭავჭავაძე, ნატო მეტონიძე, გიორგი თევდორაშვილი, მაკა იოსელიანი, კოტე ჯანდერი, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი, მაკა ასათიანი, გიორგი ჭეიშვილი, ბატონი თამაშ ჯოლოგვა, ბატონი გიორგი, რომელიც ჩვენი სტუმარია. მოკლედ ესეთი წარმომადგენლობითი არის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა და აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლექციები, შეხვედრები, სემინარები საქართველოს მთელი მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობდა 2024 წლიდან და ეს ფაქტობრივად იყო შეიძლება ითქვას მოსამზადებელი ეტაპი აი ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნისთვის და ის რომ სწორედ დღეს ნინოობის დღესასწაულზე საუბრობთ ქართლის მოქცევის იუბილეზე, რაზეც ალბათ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ და გვექნება გადაცემები, არის ლოგიკური, იმიტომ რომ სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება გასრულება საქართველოს გაქრისტიანების პროცესი, ის რაც დაიწყო წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის შემოტანიდან ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე, შემდგომ პირველ საუკუნეში ღვთისმშობელს ერგო წილად ჩვენი ქვეყანა და მან გამოაგზავნა წმინდა ანდრია პირველწოდებული და შემდგომ მეოთხე საუკუნეში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლით მოხდა ის, რომ გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა, აი სწორედ ამას აღნიშნავთ ამ წელს, წლევანდელ წელს და აი პასუხისმგებლობის თემაზეც რომ ვისაუბროთ, ქალბატონი ნინო, ჩვენ ყოველთვის აი სიამაყით საუბრობთ ხოლმე ამ თემებზე, ამ საკითხებზე, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, რომ ამდენი სიწმინდის პატრონი, ამდენი სიწმინდეა დავანებული და წმინდა ნინოს ჯვარიც არის საქართველოში და სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს გამობრძანებულია და ყველას შეუძლია რომ დღეს 10 საათამდე მოილოცოს და მიემთხვიოს, აი ამ პასუხისმგებლობაზე რომ ვისაუბროთ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასთვის, რასაკვირველია და მთავარი არის რომ გავიზიაროთ ყველამ ეს პასუხისმგებლობა. და რანი ვართ, როგორ მოვედით აქამდე,
და ნამდვილად აი რო არა ეს ფარველობა ღვთის დედა ღვთისმშობლის წმინდა ნინოსი რომელიც მოციქულთა სწორია და მათ შემოიტანა და გაავრცელა ეს მართლმადიდებლობა ქრისტიანობა ჩვენ ქვეყანაში ეს იმხელა ეს ძალიან დიდი ჯვარია მართალი რო გითხრათ და ძალიან რთული სატარებელია მაგრამ უნდა მართლა ეს ყველაფერი გავითავისოთ გავიაზროთ და აი ეს ყველაფერი შესანარჩუნებელია. აი ეს ჩვენი თვითყოფადობა, ეროვნულობა, ეს სულიერება, ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ ერმა, იმიტომ რომ თუ აქამდე მოვედით, დღემდე თუ ვარსებობთ, ნამდვილად მარტო ეს სასწაულის დონეზე და ღვთისწყალობით არის და ამიტომ ნამდვილად ამ პროექტში ჩართულობა მარტო და ზოგადად აი აუცილებელია დღეს ყველაფერი ეს გავიხსენოთ და გავახსენოთ განსაკუთრებით ახალ თაობას და რაღაცნაირად მოვაბრუნოთ სიკეთისკენ, სიყვარულისკენ, ღმერთისკენ და რაღაც ჭეშმარიტების გზაზე დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ძალიან განსაცდელში ვიმყოფებით. დიახ, ბატონ გიორგი, თქვენ რას დაამატებთ და შემდგომ ქალბატონ ნინოსთან გვექნება კიდევ ერთი შეკითხვა. აი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ეძღვნება ფაქტიურად მთელი ეს მოძრაობა და მისი არსიც ეს არის, რომ ყველამ გაიხსენოს, გაიზიაროს, როგორც ქალბატონი თქვა, ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მართლაც ყველაზე უფრო დიდი განსაცდელები ავირიდეთ ქრისტიანობით და აქამდე ჩვენი თვითყოფადობის ერთ-ერთი თუ არა უდიდესი კონტრიბუტორი ქრისტიანობა არის, ხო? და ზუსტად კარგად დაემთხვა, რომ გვეძლევა საშუალება აი ამ საიუბილეო თარიღით ყველამ ერთმანეთს გავახსენოთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველას საზიაროა. დიახ. და ქალბატონ ნინო, რა თქმა უნდა, ჩვენ ისე ვერ დავასრულებთ ჩვენს დღევანდელ ეთერს, რომ ძალიან დიდი სიამაყით და სიხარულით არ მოგილოცოთ წარმატება კიდევ ერთი მორიგი კარნეგი ჰოლში ჩატარებულ კონცერტს გულისხმობ, რა თქმა უნდა, და ჩვენ ვიცით, რომ ამ კონცერტს მსოფლიო კულტურის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები, ტოპ საზოგადოება შეიძლება ითქვას ესწრებოდა, ჩვენ არ გვიკვირს სუხიშვილებისგან ეს წარმატება, რაღაცნაირად მივეჩვიეთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თუ იყო გამორჩეული მაინც ეს კონცერტი თქვენთვის? რასაკვირველია გამორჩეული იყო ჯერ ეს ერთი თვითონ კარნეგი ჰოლი ნიუ-იორკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრესტიჟული დარბაზია და არა მარტო ნიუ-იორკის ზოგადად მსოფლიოში ითვლება მსოფლიოში რომ ეს არის ძალიან პრესტიჟული დარბაზი და თან ჩვენ პირველად გამოვედით ამ სცენაზე და კიდე რაც ნიშანდობლივია რომ კარნეგი ჰოლი არ არის საცეკვაო სცენა ანუ ჩვენ ვიყავით პირველი საცეკვაო დასი ვინც ამ სცენაზე გამოვიდა და რაღაც სირთულეებთანაც იქნებოდა დაკავშირებული სირთულები ჩვენ ყველასნაირ სცენას ვერ გებით და ყველგანაც შეგვილია ცეკვა და ვერ გეტყვით რომ განსაკუთრებულად ვიცეკვეთ ჩვენ სულ ესე ვცეკვავთ განურჩევლად კარნეგი ჰოლში გამოვდივართ თუ რაც პატარა სოფლის კლუბში ყველგან ვცეკვავთ ერდონეზე ერთნაირად ერთი შემართებით და არ ვიცი მე ვთვლი რომ ეს ჩვენი საქმე ეს გაიგივებული არის ეროვნულ საქმე ესეც ეროვნულობის და თვითყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა არის იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა არის და ეს მე ვთვლი რომ ეს იმდენად ეროვნული საქმეა, იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა და მე არ ვთვლი რომ ეს აი ჩვენი წარმატება მხოლოდ, ჩემი ილიკოსი, ჩვენი დასის, ეს ქვეყნის წარმატება. ეს იყო საქართველოს წარმატება, საქართველოს წარდგინება და ეს იყო ზუსტად აი ჩვენი კულტურის, თვითყოფადობის, ისტორიის, ტრადიციების ჩვენება და ამიტომ ძალიან ნიშანდობლივია ჩემთვის და ძალიან საამაყო რომ ისეთი საზოგადოება ესწრებოდა, რომელმაც საქართველოზე კი შეიძლება ვიღაცას გაუგია, ვიღაცას არ გაუგია, მაგრამ უამრავი წრილი მოგვდის, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პრესა იყო და დაიბეჭდა ძალიან წამყვან ჟურნალებში და გაზეთებში და მოგვდის იმდენი წერილი, ეხლაც გრძელდება, რომ ადამიანები, რომლებიც აი მართლა ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები კულტურაში, ხელოვნებაში, ბიზნესში, პოლიტიკაში სხვათა შორის და ეს წერენ რომ აი აუცილებლად ამ ქვეყანაში უნდა ჩავიდე, აქამდე არ ყოფილვარ, თავს ვიკავებდი, აი ხა ზუსტად ვიცი რომ უნდა ჩავიდე ამ კონცერტის მერე და ვნახო რა ქვეყნიდან არის ეს ხალხი. ამიტომ მე ვამბობ რომ ეს არის ქვეყნის და საქართველოს წარმატება და დღესასწაული და არ ვიღებ ამას როგორც მარტო ჩვენსას, რომ ეს არის ჩვენ საქართველოს საქმეს ვაკეთებთ და ძალიან დიდი სიყვარულიც გვაქვს ხალხისგან, იმიტომ რომ ჩვენც ხარია რომ ასე ფიქრობთ. ამდენ ადამიანს
სიამაყის და ბედნიერების და სიხარულის განცდას რო გაუჩენ, ეს არის მე მგონი ყველაზე დიდი რამე და ნამდვილად აღფრთონებული დენიროს კადრები ძალიან გაგვიხარდა და არა მარტო დენირო შემოვიდა უბრალოდ კულისებში გადაღება არ შეიძლება დარბაზში, თორე ნაკლები მეგავარსკვლავები არიჯდნენ დარბაზში. დენირო ატრიალეს სოციალურ ქსელებში ძირითადად, თორე იქ ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი იჯდა, ძალიან სერიოზული ჟურნალის რედაქტორები, ბროდვეის ყველა თეატრის პროდიუსერი, მეტროპოლიტენი, ოპერა, რა ჩამოვთვალო არ ვიცი და რომელი სახელი ვთქვა, იმდენად სერიოზული მაყურებელი იყო და მართლა დიდი წარმატება და კიდევ ერთხელ საქართველო გავიტანეთ, საქართველო გავაცანით და ეს არ ვიცი, მაპატიეთ, აი ძალიან დიდი სიამაყით ვამბობ ამას. მადლობა თქვენ, მადლობა დიდი ლიკოს და ნინოს ასევე. რა თქმა უნდა, მაგათ, იმიტომ რომ მათი დაწყებულია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა თქვენისთვის. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რა თქმა უნდა და გვჯერა რომ ჩვენი დიდი პატრიარქის ლოცვით და კურთხევით მთელი ერის ჩართულობით ძალიან ღირსეულად აღინიშნება ქართლის მოქცევიდან 1700 წლის იუბილე.